როდესაც გემუქრება ობიექტურად რუსეთი, ხო, ეს არის ქვეყანა, რომელიც იყო კოლონიზატორი საქართველოსი, რომელსაც რამდენჯერმე დაიპყრო სხვადასხვა ფორმით საქართველოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ მთელი სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველო იყოს მისი გავლენის სფეროში. ანუ ის არ არის თანახმარო, შენ იყო ნეიტრალური ან კონდეს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, მას სურს რომ შენ იყო მასთან ერთად ალიანსში და მისი გავლენის სფეროში. თუ ამას არ დაუპირისპირებ სხვა ძალას და არ ეცდები რომ დააბალანსო ეს საფრთხე და არ განავითარებ ურთიერთობას ევროკავშირთან, ნატოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მათგან არ მიიღებ ან ვერ მიიღებ პოლიტიკურ და სხვა მხარდაჭერას, მაშინ აი ამ ვაკუუმში დარჩენა დიდხანს არის შეუძლებელი და საქართველოს ისტორია ისე როგორც ბევრი სხვა პატარა სუსტი ქვეყნის ისტორია ამას მოწმობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი ძალები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ შორის მდებარე პატარა სუსტი სახელმწიფო იყოს ნეიტრალური, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს მოხდეს, ისიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ მე ირღვევა ხოლმე ძალთა ბალანსი და ის დიდი სახელმწიფო, რომელიც უფრო ძლიერდება, არ ღვევს ხოლმე ამ შეთანხმებას.